ვისაუბრებთ როგორ მოიქცეთ მაღალი წნევის დროს, როგორ დავაქვეითოთ წნევა, როცა სასწრაფოდ გვჭირდება. პირველ რიგში ადამიანები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ წნევის სიმპტომები მაქვსო, უმეტესობა ცდება, წნევას ხშირად არ აქვს სიმპტომები, მხოლოდ 20% შემთხვევაში, ანუ 80% შემთხვევაში წნევას ისე ატარებენ ადამიანები, რომ მათ სიმპტომები არ აქვთ, ამიტომ ეძახიან მაღალ წნევას ჩუმ მკვლელს, რადგან წლების განმავლობაში ისე აზიანებს ორგანოებს, სისხლძარღვებს და შინაგან ორგანოებს, რომ არანაირი სიმპტომები არ აქვს. მაღალ წნევად ითვლება თუ კი წნევა გადაცდება 100-დან, უკვე მაღალი წნევაა, სისტოლური წნევა, ზედამაჩვენებელი თუ გადაცდება, ქვედამაჩვენებელი სასურველია რომ 80-ის ფარგლებში იყოს. როცა წნევა გადაცდება 140, ეგ უკვე მეორე ხარისხის ჰიპერტენზია. ანუ მნიშვნელოვანია, ადრე მიიჩნეოდა ხოლმე რომ 140-მდე არაუშავს და 130-ს არაუშავს და ესე მიიჩნეოდა, თუმცა გადახედეს მაგას და მიხვდნენ რომ ასე არ არის, რადგან პატარა მომატებული წნევაც მაღალი წნევაა და გადადის და გადადის შემდეგ ეს უფრო მაღალ წნევაში და ორგანოებს მაინც აზიანებს და 130-ს თუ აცილდება წნევა, უკვე ორგანოების დაზიანებას იწყებს, შესაბამისად სასურველი არ არის. ადამიანების სიმპტომების გაჩენას ან შეგრძნებას იწყებენ, როცა წნევა 140-ს აცილდება ხოლმე როგორც წესი, მაგრამ ზოგიერთი უმეტესი ადამიანი მაინც 140-ზე, 145-ზე კარგად გრძნობს თავს, არანაირი პრობლემა არ აქვს. 160-მდე თუ ავა და 160-ზევით უკვე ადამიანების ნახევარი გრძნობს რაღაც სიმპტომებს და 180-ს თუ აცილდება წნევა, 180 ან 180 ზედამაჩვენებელი და 120 და მეტი ქვედამაჩვენებელი, ანუ სისტოლური და დიასტოლური ქვია, სისტოლური არის ზედა, დიასტოლური არის ქვედა. და თუ კი 180-ს აცილდება, მაგას უკვე ჰიპერტენზული კრიზი ქვია და მაგ დროს ჩნდება უკვე რისკი, რომ ორგანოები შეიძლება დაზიანდეს. თუმცა ახლა ერთხელ რო აცილდება 180-ს, მაგ ეგ არ აზიანებს, როგორც წესი არ ხდება ხოლმე ერთჯერადად ესე დაზიანება, მაგრამ რისკი არის ნამდვილად განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც უკონტროლო ჰიპერტენზია აქვს წლების განმავლობაში. როცა 180-ს აცილდება წნევა, ადამიანების 80% უკვე გრძნობს რაღაც სიმპტომებს და თუ კი ადამიანი 180-ზე ამბობს რომ კარგად ვარ და არაფერი მიჭირს, მაინც მისი თირკმელები, მისი შინაგანი ორგანოები ნელა მაინც ზიანდება, ამიტომ მაინც რისკია, ამიტომ მკურნალობა საჭიროა და აი ზუსტად აქ შემოდის ის რაც უნდა ვიცოდეთ სახლის პირობებში, როცა არ არის ჰოსპიტალში წასვლის საშუალება და ადამიანს აუწევს ესე მაღლა წნევა, რისი გაკეთება შეიძლება და რა უნდა ვიცოდეთ. როდის უწევს ხოლმე ესე ძალიან წნევა, ერთი როდესაც ადამიანი ჭამს მარილიანებს და სხვა შორის ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა ახალი წლის პერიოდში და დიდ დღესასწაულებზე, რადგან ეს სუფრის საკვები მდიდარია ნატრიუმით, ნატრიუმი წნევას წევს მაღლა, ადვილად სითხის შეკავებას იწვევს და წნევა მიფრინავს, მოკლედ ძალიან ადვილად, ამიტომ რომ დღესასწაულის დღეებში ისიც იცით ალბათ, რომ გულის შეტევები უფრო ხშირია ხოლმე, ინფარქტები, ინსულტები ხშირია და ადამიანები იღუპებიან არაფრის გამო. ძალიან დიდი ტრაგედია, რა თქმა უნდა, რომ შეიძლებოდა ბევრი რამის თავიდან აცილება და ზუსტად ამას ეძღვნება ეს ვიდეო, რომ ვიცოდეთ, როგორ არ გაგვექცეს და რატომ არ გაგვექცეს წნევა, ანუ მარილის მიღება მთავარი მტერია, მოკლედ ეს უნდა დაიმახსოვროთ. მეორე მთავარი მტერი არის სტრესის დროს სისხლძარღვები ვიწროვდება, სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტივდება და ეს სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და ამის გამო წნევა მაღლა მიდის. ასევე თუ კი ძილის პრობლემები აქვს ადამიანს, ან ალკოჰოლს იღებს, ტკივილი აქვს, ქრონიკული დაავადება, ანთება, ყველაფერი შეუძლია წნევის მომატება, ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს ვინც იღებს ისიც. ახლა ვთქვათ რა სიმპტომები აქვს ადამიანს სისხლის წნევის მომატებასთან ერთად, როცა იმატებს, 160-ს რო გადაცილდება, ძირითადად მაშინა ყველაზე ხშირი სიმპტომი არის თავის ტკივილი, ზეწოლის შეგრძნებას ამბობენ ხოლმე როგორც წესი, დაძაბულობის შეგრძნებას ამბობენ როგორც თავის ტკივილის სიმპტომად და ადამიანების 40%-ს აქვს იმ ადამიანებისაც, ვისაც გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია აქვს, თუმცა ყველა თავის ტკივილი არ არის წნევით გამოწვეული. არნიშნავს, რომ როცა ადამიანს თავი წამოსტკივდება, აუცილებლად წნევის გამოა, ასე არ არის. თავის ტკივილი ისეაც ემართებათ ადამიანებს და ნარც თუ ისე იშვიათად. რატომ
წნევა რატო იწვევს თავის ტკივილს, რატო და ჩვენს თავის ტვინის სისხლძარღვებს აქვს დაჭიმვა მექანორეცეპტორები, რომელიც რეაგირებენ დაჭიმვაზე, ან დაიჭიმება სიგნალს აწვდის და აი ეს როცა დაიჭიმება მოკლედ სისხლძარღვები, იმიტომ რომ წნევა მოიმატებს, ტკივილის მგრძნობელობა ყალიბდება და თავის ტვინი ამას აღიქვას როგორც ტკივილად დაჭიმულობას და განსაკუთრებით დილაობით იცის ხოლმე, დილაობით თავის ტკივილი ახასიათებს წნევას. არა მარტო სხვა რაღაცებსაც ახასიათებს, მაგრამ წნევა ვისაც აქვს, იმათთანაც იშვიათი არ არის. მეორე ყველაზე ხშირი სიმპტომი, რაც ახასიათებს მაღალ წნევას არის თავბრუსხვევა, დაახლოებით 25% შემთხვევებში და ასაკოვან პაციენტებში განსაკუთრებით უფრო ხშირია. ასევე გულის ფრიალი, არითმიების შეგრძნება, საკუთარი გულისცემის შეგრძნება ხშირია, რადგან როცა მაღალია წნევა, გულს უწევს, რომ გული უფრო იმუშაოს უფრო მეტად და გულის შეკუმშვადობა იზრდება და ამიტომ ადამიანებს პალპიტაცია, ანუ საკუთარი გულისცემის შეგრძნება ესმით ხოლმე. და ბევრი ადამიანი გრძნობს ამას, რომ აი ჩემი ან ზოგი ამბობს, აი თითქოს ტვინში მესმის ჩემი გულისცემა თავში ესე ამბობენ. ზოგ შემთხვევაში მხედველობის გაუარესება ხდება ხოლმე, მაგალითად ბუნდოვნად ხედვა ან რაღაც გაელვებებისავით თავში ან გარდამავალი მხედველობის დაკარგვა. შეიძლება იყოს ბადურის სისხლძარღვების სპაზმის გამო ან სტრესით გამოწვეული ცვლილებები, რომელიც ბადურაში შეიძლება მოხდეს. და ასევე ადამიანები, რომელსაც აქვთ მაღალი წნევა, როგორც წესი, თავს გრძნობენ ხოლმე დაღლილად, ან დაღლილობა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ასევე ამ ადამიანებს ახასიათებთ, ვისაც მაღალი წნევა აქვთ განსაკუთრებით გაუკონტროლებელი. ახლა ვთქვათ მკურნალობის მეთოდები და რისი გაკეთება შეგვიძლია. დავიწყოთ ყველაზე მარტივებით და ეფექტურით და შემდეგ გადავიდეთ პრეპარატებზე. ყველაზე ისე მარტივად რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა არის სუნთქვის ვარჯიშები, რომელიც შველის 10 წუთშივე, ანუ 10 წუთში ძალიან ეფექტურია. ანუ 4 წამის განმავლობაში ცხვირით შეისუნთქე, 8 წამის განმავლობაში ამოისუნთქე. 4-8-4-8 ეს. და ესე პარასიმპათიკური ნერვული სისტემა გააქტიურდება და ადრენალინის შემცირდება, სისხლძარღვები მოდუნდება და წნევა დაიკლებს. ეს არის აზრი, რასაც ეს აკეთებს. საკმაოდ ეფექტურია, ამიტომ ანუ ნელი კონტროლირებადი სუნთქვა. ესე ქვია ამ ვარჯიშს. თითქმის 70% შემთხვევაში არის ეფექტური და 15 ვერცხლის სვეტით შეუძლია ჩამოიყვანოს, ან 180-დან შეუძლია ჩამოიყვანოს, თლად 160-მდე შეიძლება არა, მაგრამ მიახლოს შესაძლებელი მარტო სუნთქვით. სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ 10 წუთის განმავლობაში. მეორე ყველაზე ეფექტური მეთოდი და მარტივი რისი გაკეთებაც შეუძლია არის დაჯდე მშვიდად მოსვენებით მდგომარეობაში, ზურგი და წელის მხარდაჭერა უნდა ქონდეს, ანუ უზურგო სკამზე არ უნდა დაჯდე და სასურველი იქნება, რომ კისრის მხარდაჭერაც ქონდეთ და ჩუმ ოთახში არ უნდა ილაპარაკო, არ უნდა, ანუ მშვიდად უნდა დაჯდე იმისი და 50% შემთხვევაში წნევა შემცირება დაახლოებით 15 ვერცხლისწყლის სვეტით 15 წუთის განმავლობაში. ძალიან ხშირად არის, რომ საუბრის გამო, შფოთვის გამო, მოძრაობის გამო, ტკივილის გამო, რაღაც აქტივობის გამო წნევა არის მომატებული და ცრუ მომატებულად აჩვენებს ხოლმე წნევის აპარატი. ამიტომ ესეთი ამ მოვლენების გამორიცხვა შესაძლებელია და შესაძლებელია, რომ ასე მარტივად გავაკეთოთ ეს. მესამე მეთოდი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, რომ ფეხები ჩააწყოთ თბილ წყალში. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, უნდა იყოს თბილი და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ცივიც არ უნდა იყოს, ანუ თბილი უნდა იყოს იმდენად, რომ შენ ფეხზე უფრო თბილი უნდა იყოს, რადგან სისხლძარღვები გაფართოვდეს და სითბო იგრძნო. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. არც ცხელი არ უნდა იყოს და არც ცივი არ უნდა იყოს, უნდა იყოს თბილი და ამ დროს რა ხდება? პერიფერიული ვაზოდილატაცია ხდება, რაც ნიშნავს, რომ სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლი გადანაწილდება და წნევა ეცემა ქვევით. ანუ ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 10-15 წუთში ადამიანებს თითქმის ნახევარს მნიშვნელოვნად უწევს წნევას ქვემოთ. ყველგვარი წამლების გარეშე, რაც ძალიან ეფექტურია და სასურველია ადამიანს. მეოთხე გზა არის წყლის დალევა. წყლის დალევა თითქოს
კონტრინტუიციურია, რომ წყალს უდავლებს, სისხლის მასა მოიმატებს და მოცულობა მოიმატებს და მეწნევა მოიმატება პირიქით ზევით და სინამდვილეში ესე არ არის, რადგან თუ ორგანიზმს აქვს დეჰიდრატაცია, ვაზოპრესინი და სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია ხდება და სისხლძარღვები ვიწროვდება და წნევა იმატებს ზევით. და პარადოქსულია, მაგრამ მუშაობს, რომ ზოგ შემთხვევაში წყლის დალევა, არაა საუბარი ბევრზე, თქვათ ერთი ჭიქა წყლის დალევა წნევას წევს ქვევით. მეხუთე მეთოდი არის ნატრიუმის შემცირება, ნატრიუმზე ვთქვით და მარილზე რა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წნევის მომატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, გამოც ადამიანებს წნევა ემატებათ რეალურად, როცა მარილს იღებენ და ამიტომ შესაბამისათაც მარილის შემცირება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის, რის წნევის დაქვეითება შესაძლებელია 12 საათში. ან 12 საათის განმავლობაში უკვე წნევა შეიძლება დაგიქვეითდეს 20-ით, ან თუ 160 გაქვს 140-მდე ჩამოვიდეს მარტო მარილის ამოღებით. ამდენად მნიშვნელოვანია. საკვები დანამატებიდან ძალიან საუკეთესო არის მაგნიუმი. მაგნიუმი სისხლძარღვების რელაქსაციას იწვევს და კალციუმ დამოკიდებულ ოვერაქტივაციას, გადამეტებულ აქტივაციას სისხლძარღვების შეკუმშვის პრევენციას უკეთებს. შესაბამისად, მაგნიუმი მუშაობს კარგად, უსაფრთხოა და დაახლოებით 400 მგ მაგნიუმი უნდა მიიღოს დღის განმავლობაში ასეთ დროს ადამიანმა და თლად 10-ით ვერა, მაგრამ ცოტა ნაკლები შეუმცირებს სისხლის წნევას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან მაღალი არ აქვს. ან ვისაც ძალიან მაღალი აქვს, იქ ცოტა დაწევასაც დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთი კონტრინტუიციური, მაგრამ ეფექტური მეთოდი არის იზომეტრული ხელის მოჭერის ტესტი, რაც ნიშნავს, რომ პატარა ბურთი უნდა აიღოთ, ან პირსახოცი უბრალოდ ცოტა დაგორგლოთ ესე და ხელი მოუჭიროთ თქვენი მოჭერის ძალის დაახლოებით 40% რო იყოს. ნახევარი ძალით მოუჭირე უხეშად რო თქვა და დაახლოებით 3 წუთი ესე გააჩერე, 2 წუთი ესე გააჩერე და შემდეგ გაიმეორე, ცოტა უნდა ისვენე შემდეგ და შემდეგ გაიმეორე 3ჯერ. და ეს სისხლის წნევას წევს ქვევით. რატო? იმიტომ რომ ენდოთელიალურ აზოტის ოქსიდის გამოყოფას და სიგნალს ხელს უწყობს და სისხლძარღვები ფართოვდება და შედეგად წნევა იწვევს ქვევით. ასევე ერთ-ერთი მეთოდი არის, ეს შედარებით ნაკლებად მუშაობს, მაგრამ მაინც მუშაობს და უნდა ვიცოდეთ, არის პატარა ტკბილის მიღება, მაგალითად კამფეტის ან ხილის, მცირე ხილის, რომელიც უცებ გლუკოზაზე მოქმედებს, თუ კი გლუკოზის ნაკლებობა აქვს, მაგალითად ჰიპოგლიკემია თუ აქვს ადამიანს ან სტრესი თუ აქვს, ამ დროს სიმპათიკური ტონი იზრდება და სისხლძარღვები ვიწროვდება და წნევა მაღლა მიდის და შეიძლება ამ ჰიპოგლიკემიის მოხსნამ სისხლძარღვების გაფართოება გამოიწვიოს დროებით მუშაობს და ზოგ ადამიანში მუშაობს, მაგრამ მაინც კარგია რომ ვიცოდეთ. და ბოლო არის სიარული ერთ-ერთი საუკეთესოა. ადამიანების ნახევარს სისხლის წნევა უმცირდება მნიშვნელოვნად, როცა ისინი დადიან, როცა დადიხარ ფეხის კუნთების სისხლძარღვები ფართოვდება, ამას ქვია კუნთზე დამოკიდებული ვაზოდილატაცია, ანუ კუნთის აქტივაციასთან დაკავშირებული ვაზოდილატაცია და სტრესის ჰორმონის გამმუშავება არ ხდება სიარულის დროს და სისხლძარღვები კიდე ფართოვდება, შედეგად სისხლის წნევა იკლებს ქვევით. ეხლა ვთქვათ, როცა წამლებია საჭირო. წამლები თუა საჭირო, პირველ რიგში ყველაზე მთავარი არის კაპტოპრილი. კაპტოპრილი არის ხანმოკლე მოქმედების ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უკვე კაპტოპრილის ეფექტი აქვს და 60 წუთის განმავლობაში თითქმის ყოველთვის და მნიშვნელოვნად წევს წნევას ქვევით. ამიტომ კაპტოპრილი არის საშველი პრეპარატი, რომელიც უცებ გინდა რომ უშველო, აი მაგ დროს გამოიყენება. კაპტოპრილის გამოყენება ყოველდღე არ არის სასურველი. ადამიანებს, რომელსაც თირკმელების მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, შეიძლება თირკმელზე ზედმეტი სტრესი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ თუ რაღაცა პრილს იღებს, მაგალითად ენალა პრილს თუ ისაც იღებს პაციენტი ან სხვა პრილს, შესაბამისად, ხანგრძლივი მოქმედების AGF ინჰიბიტორს თუ ისაც იღებს და კაპტოპრილს დაუმატა, შეიძლება თირკმელს შეუქმნას რისკი. ამიტომ ეს საყურადღებოა, თუმცა მაინც ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ იგივე შესაძლებელია, რომ იგივე მოქმედების პრეპარატი გამოიყენო ზოგჯერ ეფექტის გასაძლიერებლად. მეორე მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელიც უფრო ნელია, მაგრამ ზოგადად უფრო სტაბილურად ეფექტურია, არის ამლოდიპინი. ამიტომ ამლოდიპინი არის კალციუმის არხის ბლოკერი, შესაბამისად ეგ მიიღება ხოლმე ყოველდღე როგორც წესი
ეფექტურია და წნევის სტაბილურად შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. იგი პრეპარატი, რომელიც მიღებას შეიძლება ეგეთ დროს არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი არის ბეტა-ბლოკერი, ან სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობას მოკლედ ამცირებს. ეს განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებში, ვისაც სტრესით გამოწვეული მაღალი წნევა აქვთ, გულის აჩქარება აქვთ და სტრესული ფონი ვისაც აქვთ, მაგათ ამშვიდებს კარგად და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ანუ ადრენალინის ეფექტს ბლოკავს გულზე და სისხლძარღვებზე და ამიტომ მნიშვნელოვანი. და ბოლოს არის კლონიდინი, რომელიც ძალიან ეფექტურია. ეს არის სიმპათიკური ნერვული სისტემის ინჰიბიტორი, ძალიან ეფექტურია, იშვიათად გამოიყენება და აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა საჭირო კლონიდინის გამოყენება, რადგან შესაძლებელია რომ გამოიწვიოს შემდეგ ან დაცემის შემდგომ წნევის მოატება, ამიტომ მისი გამოყენება სწორად არის აუცილებელი და ზოგჯერ და არა ხშირად. აი მაგალითის განვიხილოთ ერთი ადამიანი. განვიხილოთ ადამიანი, რომელსაც აქვს 180 წნევა, თავის ტკივილი და სხვა სიმპტომები აქვს და ნუ არა ვერ მიდის მაგალითად საავადმყოფოში, თქვათ არის 65 წლის და ჩვენ მიზანი ამ დროს არ არის რომ აგრესიულად წნევა უცებ დავაგდოთ ქვევით, არამედ ნელ-ნელა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი არის რომ უნდა უთხრა ამ ადამიანს რომ მოთავსდეს ნახევრად მჯდომარე პოზიციაში, დაახლოებით 45 ან 30 გრადუსიან პოზიციაში და ზურგი და თავი უნდა იყოს დაყრდნობილი, მიყრდნობილი, ფეხები სწორად უნდა ედოს იატაკზე, ფეხები გადაჯვარედინებულად არ უნდა იყოს, უნდა უთხრა ეს ადამიანს რომ ისუნთქოს, 4 ჩაისუნთქე, 8 მოისუნთქე, სუნთქვა არ შეიკავო და 10 წუთის განმავლობაში ესე გააკეთე. ეს არის პირველი ორი ყველაზე მთავარი რისი თქმაც შეგიძლიათ ადამიანისთვის ამ დროს. გარემო მნიშვნელოვანია რომ იყოს ჩუმი, წყნარი, ტელეფონები, ლაპარაკი და ეს რაღაცები არ იყოს, რომ მაქსიმალურად დამშვიდდეს ადამიანი, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი ამბობს რომ გულის მიდამოში ტკივილი მაქვს, სუნთქვა მიჭირს, ახალი სისუსტე მაქვს მკლავში, მაგალითად მკლავში და ხელში სისუსტის შეგრძნება მაქვს, ან ვერ საუბრობს ადამიანი, ან დაბნეულია, ან ვეღარ აზროვნებს, ან დაკარგა მხედველობა, ან განმეორებადი ღებინება აქვს, ეს სერიოზული რისკია უკვე რომ შეიძლება ინსულტი ან ინფარქტი ვითარდებოდეს, ამიტომ ესეთი ადამიანის სახში დატოვება არ შეიძლება, ჯობია რომ გამოუძახოს სასწრაფოს და გადაიყვანონ კლინიკაში. ნუ თუ არ არის სასწრაფოს ვარიანტი, სამედიცინო დახმარება ყველა შემთხვევაში უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას როგორმე. სხვა გზა არ არის, ნუ იმიტომ რომ სერიოზული შედეგები შეიძლება მოყვეს ინფარქტსაც და ინსულტსაც. ხო, და პირველი რას ვაძლევთ ესეთ დროს ადამიანს კაპტოპრილს, კაპტოპრილი სწრაფად მოქმედია, ასტაბილურებს და მეორე ხო კაპტოპრილი ძირითადად არის 12.5 მგ-დან 25 მგ-მდე ენის ქვეშ ან გადასაღებად, ორივე შესაძლებელია. ერთი დოზა როგორც წესი საკმარისია ხოლმე და ერთი დოზა არის მისაღები და არა დღეში რამდენიმე დოზა. ხო, ასევე ნუ შესაძლებელია თუ კი იღებს ადამიანი იგივე მსგავსი ტიპის წამლებს კაპტოპრილის დამატება, მაგრამ ნაკლებ ეფექტურია ხოლმე როგორც წესი ეგეთ დროს. მეორე რა პრეპარატის მუშაობს ამლოდიპინი 5 მგ დღეში, როგორც წესი დილაობით და ნუ ნელი მოქმედებისაა, მაგრამ მაინც მუშაობს მშვენივრად და ამიტომ როგორც წესი ეს ორი პრეპარატი არის ხოლმე საკმარისი და მე ვთქვათ ამლოდიპინით გაგრძელება რომ წნევა შევინარჩუნოთ სტაბილურად. აი ეს იყო რის თქმაც მინდა და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს ყველას, გისურვებთ ჯანმრთელობას და გისურვებთ რომ ეს წელი და კიდევ ბევრი წლები ჯანმრთელობის მომტანი იყოს თქვენთვის. მადლობა რომ მისმენთ, ვისაც არხის მხარდაჭერა გინდათ, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, ანგარიშის ნომრები მაქვს აღწერაში. ნუ რეალურად მართლა ძნელია არხის ფუნქციონირება დონაციით გარეშე და იმიტომ განსაკუთრებით ქართული, ანუ არ არის ხოლმე ეგეთი შემოსავალი ქართული YouTube-ზე, რომ ხალხს რო გონია რომ აი YouTube ფულს იხდის, ანუ რეალურად ძალიან მინიმალურია ეგ და ამიტომ არის რომ თუნდაც ის რომ იმ შრომას რასაც ვწდებ ხოლმე და იმ დროს რასაც ვწდებ რეალურად ჭირდება მხარდაჭერა, თუნდაც ის რომ არხმა იმფუნქციონიროს და შევძლო რომ კიდე გადავიღო ვიდეოები. ამიტომ მოკლედ ვისაც გინდათ მხარდაჭერა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დონაცია, ანგარიშის ნომრები აღწერაში. ვისაც უბრალოდ მხარდაჭერის სურვილი გაქვთ, მაგრამ საშუალება არ გაქვთ, ეგ არ არის პრობლემა, უბრალოდ დალაიქება, დაშეარება და კომენტარება, ნებისმიერი აქტივობა მნიშვნელოვანია და დაეხმარება არხის განვითარებას. მადლობა რომ გაინტერესებთ და მადლობა რომ მისმენთ.